ბევრი მიზეზები აქვს ამას, მაგრამ ყველაფერი ეს თავს იყრის მაინც ერთ რამეში, ეს არის უმეცრება, უწიგნურობა, გაუნათლებლობა, სიბნელე, ღრმა სიბნელე. აღდგომა დღეს რო კაც მოკლავ, თუ გინდა აღდგომა დღეს არ იყოს, ხო? რო იჩემებ ქრისტიანობა რა შუაშია აქ. ქრისტიანმა კაცმა როგორ შეიძლება მოკლა ვინმე, ხო? უფალი გვასწავლის მაცხოვარ ჩვენი რომ მტერი გიყვარდეს შენი. მოყვარსზე აღარ არის ლაპარაკი და მოყვარეს. მტერი გიყვარდეს შენ. ანუ როგორ არის იცით, ჩვენ გავიარეთ ისეთი სტადიები, თან ძალიან სწრაფად გავიარეთ რა. არ შეიძლება ათეისტური საზოგადოება უცებ გახდეს მორწმუნე. ტყუილია ეს, გამოგონილია. ხოთაშორის მარტო ჩვენ არ გვჭირს ახლა, რაც რუსებსაც დაემართათ, ხო? თავი გამოაცხადეს ქრისტიანობის მედროშე ქვეყნად და ლენინი საკოთებული გვამიუდებთ კიდევ იქ. ხო? არ შეიძლება, აი როგორც ქართველები ზერელეობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ცუდ თვისება არის. დაუდგენლობა, ზერელეობა, უწიგნურობა, უზუსტობა. როგორაც რაგულითაც ზეიმობდნენ 7 ნოემბერს ქართველები. მცირე ხნის წარსულის დროს, 1 მაისს, აი ისეთი გულით და ისეთი სინდისით ზეიმობენ აღდგომას და შობას და ასე. გააზრებული არ აქვთ. რელიგიური განათლება არ აქვთ. რელიგიური განათლება თუ გააქვს, მაშინ კაც არ მოკლა. უბრალო მიზეზზე არ ახირდები. ავაზაკობა საერთოდ ერთ-ერთი ჩვენი თვისება. ვახუშტი ბაგრატიონი ნახეთ ქართველების დახასიათებაში. ბევრი კარგი თვისებები გვაქვს, რაც სხვა ხალხებს არ აქვთ, მაგრამ ისეთი ცუდი თვისებები გვაქვს ჩვენ ხომ. დავანებოთ ყველაფერს თავის. ტყვეთა ყიდვა ჩვენთან. აი თურქები, ოსმალები ყიდულობდნენ ბავშვებს ჩვენგან, მაგრამ ჩვენც ხო ყიდით იმათ. მეზობელს ბავშვს პარავდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ისტორიულ კონტექსტში. ხო, მით უმეტეს საქართველოს ისტორიას თუ ვილაპარაკებთ, ხო, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს. საერთოდ როგორ არის, იცით? აი მწვერვალებიდან დაცემამდე ძალიან იოლია თავარი გადახტე და გისერ მოიტეხო რა. ხდება ხოლმე დაცემები, კულტურულ ერებსაც მოძდეთ ხოლმე, აი. უძველეს ჩვენი ხანა რო ნახოთ, თქვათ, მაგარი არგონავტების ეპოქა, კრეტამიკენის დროინდელი კოლხეთი, ოქროვანი, ოქრომრავალი კოლხეთი, ხო? უმაღლეს განვითარების ქვეყანა, ხო? და მერე ახლავე 400 წელიწადში უკვე ქსენოფონტეს მიერ მოხსენიებული, რომელმაც გაიარა ის ტერიტორიები, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. უნდა ნახოთ, როგორი დაცემული არის ზნეობა. ცხოველების დონეზე არიან ჩვენი წინაპრები. ხდება ხოლმე, ერები ეცემიან ხოლმე, უცებ. ერთ თვალის დახამხამებაში ახლა გერმანული ცივილიზაცია, გერმანული კულტურა და მერე ფაშიზმი. ირანული ცივილიზაცია, ირანული კულტურა და რაც ხდება ახლა. ხო? ხდება ხოლმე. რუსებსაც დაემართ, ახლა რუსებზე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ კულტურა ხალხი არიან, ყოველ შემთხვევაში მათი ელიტა საკმაოდ განათლებული იყო, ახლა მე-19 საუკუნეში ვერცხლის საუკუნე გაიარეს და ლიტერატურა შექმნეს და მუსიკა შექმნეს და ფილოსოფიური აზროვნება კი რა თქმა უნდა ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. რაღაცები გადამღერებულიც აქვთ, მაგრამ ნუ ხო შექმნეს რა და მე რა მოხდა. 1914 წელს მთელი რუსეთ ფეხზე იდგა მეფის სურათებით, ომის გამოცხადებით, რომ აი ბოლომდე უნდა ვიომოთ, ეს უნდა ვქნათ, ის უნდა ვქნათ და 17 წელში დაამხეს ყველაფერი თავზე დაიმხეს. ხდება ჩვენთანაც ხდება ეს. და საერთოდ ხალხის ბრბოდ გადაქცევა უცებ შეიძლება წამიერად შეიძლება მოხდეს ახლა. ჩვენ ახლა ბიბლიაზე და ქრისტიანობაზე და ახალ აღთქმაზე ვსაუბრობთ ახლა კვირას ტრიუმფით შევიდა მაცხოვარი იერუსალიმში და ოსანას უმღეროდა ხალხი და იმავე იმ ხალხმა პარასკევს ჯვარზე გააკრა. ვინმე სხვა კი არ მისულა იქა. ამიტომ ეს ჩავარდნები, აი მუდმივი ტრენინგი ჭირდება ხალხს. ჭირდება ელიტარული საზოგადოებაც უნდა იყოს. ჩვენთან ელიტარული საზოგადოება, ელიტა თითქმის სალაფავს მისეული ღორები რა.
ბიუჯეტის ქურდები. ეს ითვლება, ხო? არსებობს ელიტარული საზოგადოებები ახლა, ხო? ბრიტანეთში ძველი არისტოკრატია იყო, რაღაცა თურქეთში სამხედრო ელიტა იყო, ინდოეთში კასტებია, რაღაცა, ჩვენ არაფერი აღარ აქვს რა. ჩვენთან ელიტის ნაწილი, ჭალებში ელიტის ნაწილი ხდება ნებისმიერ ბოგანო. ვინც ერთ-ორ კაპიკს მოიპარავს. ხო? და დაცემა ეს უწიგნურობის ბრალი, აღდგომა დღეს იკრიბებიან, ახლა ვინ უნდა ასწავლოს, ხო, რელიგია უნდა ასწავლოს მღვდელმა, სასულიერო პირმა. თვითონ ის სასულიერო პირების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუნათლებელია.